მოქალაქე მამუკა ზოიძის საქმე, რომელსაც აჭარის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებას ედავება, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგის სრულმა გაიმართა მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე. აჭარის მთავარი სამმართველოს ორი გამომძიებელი და კერძო ექსპერტი მოწმის სახით დაიკითხნენ. მათი თქმით, ზოიძის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს მამუკა ზოიძე და ამბობს, რომ დაკავების დროს იგი ბულვარის ტერიტორიაზე შორტებით გადაადგილდებოდა, შესაბამისად იარაღის ტარება სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლებდა. ზოიძის მტკიცებით მას იარაღის სამართალდამცველებმა განზრახ ჩაუდეს, თუმცა მიზეზი მისთვის უცნობია. ბრალდების მხარეს აჭარის პროკურორი ირაკლი დონდოლაძე წარმოადგენდა, მან საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მომდევნო სხდომა 2 აპრილისთვის ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ფაქტი 2014 წლის 21 აგვისტოს ბათუმის ბულვარში დაფიქსირდა, ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. დიდი საათები იყო. ახალგაზრდა ეს პირველი ნახევარი და 90 საათის შემდეგ ხელმძღვანელობის მითითებით გავედით ქალაქში. ერთად ქალაქის შიგნით მიმდებარე ტერიტორიებზე, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციის მოსწავლეებით დაახლოებით. ველებებით ხელმძღვანელობდა მითითებებს, რომელიც გამოიკვეთა არსებული პირის წინაშე როლს მივიღეთ ინფორმაცია, რომ მოძრაობდა თვალწინები ალექსანდრე ზუსტად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც გამოჩნდა ის თანხმდა წესასწაული იარაღი, რომელიც თანატარებდა სავარაუდოდ გადაეცა პიროვნებისთვის. ამაში პიროვნება მეტად ჩამოწვია. დავაყავეთ, ჩამოვარდეთ ის უფლებები. ბათუმის ბულვარში, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მამუკა ზოიძე მიდიოდა მის ნაცნობებთან პლაჟზე და უნდა ებანავა, იმყოფებოდა ფაქტობრივად შორტებით, რომელიც არის მუხზევოდ, პოლიციელებმა ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი. დღეს დაიკითხა ბრალდების მოწმეები, რომელთა ჩვენებითაც ფაქტობრივად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასურდება მასზე ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება. ერთ-ერთმა მათგანმა დაადასტურა ბრალდების მოწმეებს ზუსტად ეს მსგავსი შორტი ეცვა, ანუ მუხზევი. და წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ შუა ბულვარში ადამიანი მოძრაობდეს 21 აგვისტოს, როცა პოლიციელები ცავსია ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, იმიტომ რომ უამრავი დამსვენებელია, გადაადგილებული ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი. ის მარტო იყო პარკად.